ჰომეროსის ოდისეა ოდისევსის თავის სამეფოში, ითაკაში დაბრუნების ამბავია. ანტიკური ლიტერატურის ეს უმნიშვნელოვანესი ტექსტი, რომელშიც ჭკვიანი და მოხერხებული გმირის დავიწყარი პორტრეტია შექმნილი, არაერთი თანამედროვე მწერლის შთაგონების წყაროდ ქცეულა დღემდე. მათ შორისაა მარგარეტ ეტვუდი, რომელსაც ოდისევსის თავგადასავალში არათავად ოდისევსი, არამედ მისი ცოლი, სპარტის მეფის ასული და მშვენიერი ელენეს ბიძაშვილი, ერთგული ცოლის განსახიერებად ქცეული პენელოპე აინტერესებს. და კიდევ, პენელოპეს 12 ჩამოხრჩობილი მხევალი. რამ განაპირობა მხევლების ჩამოხრჩობა და რას აპირებდა პენელოპე სინამდვილეში. ეტვუდი იმ კითხვებს უბრუნდება, რომლებიც ოდისეაში პასუხგაუცემელი დარჩა. იგი მხევლების საუკუნოვან დუმილს არღვევს და მათ მომღერალთა ქოროდ გარდაქმნის, ცინიკურ ბრაზით სავსე ხმად, რომელიც აღარ ემორჩილება კაცების ძალაუფლებას, თავს აღწევს დიდი ნარატივების ტყვეობას და პარალელურ აქამდე დამალულ ამბავს ყვება. პენელოპეა და ცნობილი მითის შთამბეჭდავი დეკონსტრუქცია და ახლებური გააზრება უძველესი ამბის, რომელიც დღესაც აღელვებს მილიონობით მკითხველს. ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც თავგადასავლები არ აშინებს და მზადაა პერსონაჟებს ჰადესშიც ჩაყვეს.